ახალი წელი დღესასწაული, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ყველა თავისებურად, თავიანთი ტრადიციების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში რამდენი ერიცაა, იმდენი საახალწლო ტრადიციაა, მათ შორის ცრურწმენებიც, რომლებსაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები დღემდე ასრულებენ. როგორია ახალი წელი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში? დავიწყოთ ესპანეთით, სადაც ახალი წლის ტრადიცია ყურძენს უკავშირდება. ესპანეთში სჯერათ, რომ თუ ღამე ზუსტად 12 საათზე 12 მარცვალ ყურძენს შეჭამენ, მომავალი წელი წარმატებული ექნებათ. საახალწლო სუფრის თავისებურებებით გამოირჩევიან პოლონელები და ბულგარელები. ისინი სუფრაზე ზუსტად 12 კერძს დებენ და მათ შორის არც ერთია ხორცეული. გერმანიაში უმთავრეს და უსაყვარლეს დღესასწაულად ახალწელთან შედარებით შობის დღესასწაული ითვლება. თუმცა ხაზგასასმელია, რომ ნაძვის ხე როგორც ახალი წლის სიმბოლო სათავეს გერმანიიდან იღებს. ასევე ამ ერს ეკუთვნის ნაძვის ხის მორთვის ტრადიციაც. საახალწლო ვახშამი საღამოს 8 საათზე იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება. საინტერესოა, რომ სუფრასთან ჭიქების აწევა ნიშნავს, რომ ვახშამი დასრულებულია. საფრანგეთში, როგორც მას თავისუფლების, ერთობისა და თანასწორობის ქვეყანას უწოდებენ, ახალი წლის აღნიშვნა დეკემბრის დასაწყისში იწყება. 6 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია წმინდა ნიკოლოზის დღეს აღნიშნავს. რაც შეეხება ახალი წლის აღნიშვნას, საფრანგეთში სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს ხიზილალა და ბატის ღვიძლისგან მომზადებული პაშტეტი, რომელსაც ფუაგრას ეძახიან. გვიან ღამით განსაკუთრებულად ხალხმრავალი ადგილია ბასტილიის მოედანი, სადაც ახალი წლის დადგომას ერთმანეთს კოცნით ულოცავენ. საბერძნეთში ახალი წელი და წმინდა ბასილის ხსენების დღე ერთდროულად აღინიშნება. ბერძენი ბავშვები ახალი წლის ღამეს ფეხსაცმელს ბუხართან იმ იმედით ტოვებენ, რომ წმინდა ბასილი მათ საჩუქრებით გაავსებს. და მივედით სანტა კლაუსის სამშობლომდეც. ფინალებისთვის ტრადიციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ყოველწლიურად ხის კასრებს წვავენ და ასე აცილებენ გასულ წელს. ახალი წელი მათთვის საოჯახო დღესასწაულად ითვლება. ლაპლანდიაში კი საკუთარი სანტა კლაუსი ყავთ. სწორედ სანტა კლაუსი იზიდავს ტურისტების დიდ ნაკადს. ახალი წელი თავისი ტრადიციებითა და საინტერესო წეს-ჩვეულებებით სხვადასხვა ქვეყნის იდენტობას ქმნის. რა თქმა უნდა, ახალ წელს ახალი იმედები და მოლოდინები ახლავს. დღესასწაულის მოლოდინი დადებითი ენერგიის გადაცემით იწყება. საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია და არტექსპრესი თქვენთვის იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. დიდი მადლობა მინდა უთხრა ანა ვაშაყმაძეს იმისთვის, რომ გაგვაცნო როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე სანამ გადაცემას დავიწყებ, მინდა მივულოცო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს ზვიად ბოლქვაძეს გუშინდელი მართლაც ძალიან წარმატებული კონცერტი, რომელშიც ბათუმის მუსიკალური ცენტრის სრული შემოქმედებითი რესურსი იყო ჩართული. რასაკვირველია, ყავდა საინტერესო სტუმრებიც. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და ჩვენ ალბათ მოგვეცემა შესაძლებლობა მომავალში ამ კონცერტის დეტალებზე ვისაუბროთ. ახლა კი გადავდივართ გადაცემის პირველი სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი 100 წლის გახდა და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, ნაწილზე ჩვენ ვისაუბრეთ. თუმცა ამ ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ფესტივალი კონტრაპუნქტი. დიდი ხნის უნახავი ნიკოლოზ რაჭველია ჩვენთან ერთად. საღამო მშვიდობისა. ნიკა, საღამო მშვიდობის. მოგესალმებით და დამდეგს გილოცავთ როგორც თქვენ, ასევე ყველა მაყურებელს, ყველა ჩვენ თანამემამულეს, თანამოქალაქეს და საუკეთესო სურვილებით მომავალ 2026 წელს ყოფილიყოს კარგი წელი. ასევე მინდა მოგილოცოთ თქვენს და მთელ ორკესტრს და მთელ მუსიკალურ საზოგადოებას ახალი წელი და იმედებით სავსე წელი, იმედების განხორციელების წელი ყოფილიყოს და მოდით დავიწყოთ საუბარი კონტრაპუნქტზე, რომელმაც ჩამოგიყვანათ საქართველოში. კი, კონტრაპუნქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი ბიოგრაფიის, იმიტომ რომ პრაქტიკულად ამ ფესტივალს, რომელსაც უკვე 18 წელი აქვს თავისი ისტორიის, უკავშირდება ბევრი ახალი ნაწარმოების პრემიერა, ისეთი მუსიკის შესრულება ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ჩვენი მსმენელისთვის მხოლოდ ჩანაწერის სახით თუ იქნებოდა ხელმისაწვდომი და ცოცხლად ის არ სრულდებოდა. ამიტომ დაწყებული 2007 წლიდან
და აი ახლა დღეს წელს, როცა ჩვენ აღვადგინეთ, იმიტომ რომ გარკვეული პაუზა ქონდა აბსოლუტურად ობიექტური მიზეზების გამო ჩვენ დარბაზი საშუალება არ ქონდა რომ ჩაგვეტარებინა და ახლა უკვე გვაქვს. და ამიტომ პრაქტიკულად წლევანდელი კონტრაპუნქტი ძალიან ნოსტალგიურიც იყო, მაგრამ რაც ჩემთვის იქცა მოულოდნელ სასიხარულო მოვლენად, ეს არის რომ ბილეთების 5 კონცერტის ბილეთები, როდესაც დაიდო ელექტრონულ ციფრულ სალაროში, ზუსტად 1 საათში აღარ იყო არც ერთი კონცერტის არც ერთი ბილეთი. გილოცავთ და ეს არც არის მოულოდნელი და არც არის უცხო, რატო გაგიკვირდათ, არ ვიცი. გამიხარდა, იმიტომ რომ იცით, აქ მაინც სრულდებოდა თანამედროვე ნაწარმოებები, არც ისე იოლად მოსმენი და აღსაქმელი, არც ისე ფართო პუბლიკის, ესე ვთქვათ, გემოვნების ქვეშ ყოფი ნაწარმოებები სიმფონიური და ამიტომ გამიხარდა, რომ ასეთ მუსიკას, რომელიც ამ ფესტივალის ფარგლებში ჟღერს ხოლმე, აღმოაჩნდა დაინტერესებული მსმენელი. რა შესრულდა, რა იყო ახალი და ვინ იყვნენ სტუმრები? მოგეთ, ფესტივალი კონტრაპუნქტი როგორც წესი ირჩევს 2 კომპოზიტორს და ფესტივალის განმავლობაში 2 ავტორის მუსიკას ახვედრებს ერთმანეთს პირისპირ და თავაზობს პუბლიკას, როგორც სიმფონიურ, კამერულ, უფრო მცირე საკვარტეტო იქნება ეს საკვინტეტო ჟანრებს თუ ვოკალურ, საგუნდო, აი ყველა მიმართულებით, თქო 2 ავტორი, აქედან ერთი ყოველთვის იყო ქართველი კომპოზიტორი, მეორე იყო იმავე ეპოქაში მოღვაწე დასავლეთის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი. ამჯერად საქმე იმაშია, რომ ამჯერად ჩვენ, რადგან გვაქვს ესეთი უნიშნულოვანესი თარიღი, ამ წელს, რომელსაც ახლა ჩვენ გამოვემშვიდობებით 90 წელი შეუსრულდებოდა ჩვენს უდიდეს გია ყანჩელს, შესაბამისად აბსოლუტურად ბუნებრივი იყო, რომ ფესტივალი მისი ხსოვნისადმი მიწვლიდი ყოფილიყო და აქედან გამომდინარე, როცა დავფიქრდი კონცეფციაზე, მივხვდი, რომ მეორე ავტორის, ესე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ არბო პიარტისაც 90 წლის იუბილე ჰქონდა, მაინც ჩავთვალე, რომ გამეკეთებინა ის, რაც თვითონ გია ყანჩელს გაუხარდებოდა ძალიან. ამიტომ ეს იყო მრავალი ავტორის მუსიკის ფესტივალი, ოღონდ ყველა ავტორი ვინც ჟღერდა იყო გია ყანჩელის მეგობარი. და გია ყანჩელის, ესე ვთქვათ, მეგობართა წრე საკომპოზიტორო საზოგადოებაში საკმაოდ შეიძლება არა ძალიან ფართე, იმიტომ რომ ძალიან პრინციპული ხასიათის ადამიანი იყო, მაგრამ ყველა მისი მეგობარი კომპოზიტორი პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ გენიოსები არიან და მათი შემოქმედება მონაპოვარია, საკაცობრიო მონაპოვარია დედამიწაზე მუსიკალურ, ესე ვთქვათ, ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მაგარი მუსიკაც ჟღერდა, მაგალითად სულხან ნასიძის, ბიძინა კვერნაძის, ნოდარ გაბუნიას ნაწარმოებები იყო პროგრამაში. ისევე როგორც შნიტკესი, ისევე როგორც არბო პიარტის, სილვესტროვის, ერთი სიტყვით, აი ყველა ის 70-იანელების ეპოქას რომ უწოდებენ 80-იანელების, ხო? აი ამ ავტორთა შედევრები შესრულდა, უბრალოდ რაც მოახერხეთ აი ამ პატარა ერთკვირიანი ფესტივალის განმავლობაში ჩვენ რესურსებით და ჩვენი ძალებით. ავტორები, რომლებმაც მე-20 საუკუნის მუსიკაში რეალურად რევოლუცია მოახდინეს, ჩვენთანაც და ზოგადად საერთაშორისო სივრცეში. და რაც ყველაზე კიდე მეორე დეტალი ქონდა ფესტივალს და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი და ასევე გია ყანჩელისთვის ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად გასახარი. ეს არის ის, რომ თავი მოუყარე ახალი თაობის ჩემზე ბევრად კიდე უფრო მართლა ეხლა რომ გამოჩნდნენ ბოლო წლებში ასეთი თაობის აი უნიჭიერეს და გამორჩეულ შემსრულებლებს. ჯერჯერთი ძალიან ყველა მათგანს აქვს გარკვეული უკვე ზოგს ძალიან სერიოზულიც კი კარიერა, რაც მოიცავს იმას, რომ მათი კონცერტები ევროპაში, ამერიკაში, იაპონიაში თუ აზიასა თუ ევროპა, ყველგან არის წინასწარ გაწერილი და ძალიან დატვირთული. უბრალოდ რაღაცნაირად ღვთისმსწავლობა იყო, რომ დაემთხვა, რომ ის ერთი კვირა დეკემბრის 19-დან 26-მდე ყველას ვინც მინდოდა რომ ყოფილიყო ამ ფესტივალში, ის ერთი კვირა ქონდა სწორედ თავისუფალი. ამიტომ თავი მოიყარა მართლა აი თანავარსკვლავედმა ჩვენი ბავშვების, ჩვენი გენიოსი ბავშვების და ამიტომ ყველა კონცერტს ქონდა კიდე ეს მეორე რაღაც საოცარი მუხტი და ის სიამაყე პუბლიკაში და ჩვენ ორკესტრსაც ეამაყებოდა მეც, რომ აი როგორი ხვალინდელი დღე აქვს, უკვე დღევანდელი, მაგრამ უფრო
ხანგრძლივი სურათი თვალინდელი დღე აქვს საქართველოს მსოფლიო კლასიკური მუსიკის სივრცეში და სცენებზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კულტურული დიპლომატია არის ის, რაც არაფერი ადამიანებს გააქვთ უცხოეთში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ქართველები არც ისე კარგ საქმეებში ჩადიან. პოლონეთში ვიყავი და მაგალითად კრიმინალური სამყარო იქ საკმაოდ ცუდი ავტორიტეტი აქვს და ამას რაღაცნაირად აბალანსებს ეს კულტურა და ხელოვნება და ესე იგი ამით ჩვენ ქვეყანას უნარჩუნდება ცივილიზებული, განვითარებული და მაღალკულტურული ესე ვთქვათ რეპუტაცია და ეხლა ისტორიულად კი ბატონო ჩვენ ვართ შენ ხარ ვენახის ერი და იმ რაღაც საოცარი არქიტექტურული თუ ქორეოგრაფიული თუ ესე ვთქვათ ლიტერატურული მონაპოვრების და რუსთაველის ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საკმარისი. დღევანდელ დღეს უნდა ჩვენ ყველაფერი ვაკეთოთ, რომ სწორედ აი ის რა მემკვიდრეობაც ესე ვთქვათ დაგვიტოვეს წინაპრებმა ის აი ამ დღევანდელ რთულ დროში მაქსიმალურად ეკბილებით გვეჭიროს და ბოლომდე ვატაროთ იმისთვის, რომ გადავცეთ მერე კიდე შემდეგ თაობებს და ასე გაგრძელდეს. და სხვათა შორის ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია კონტრაპუნქტის ის ნაწილი, რომელზეც საუბრობდით და ალბათ ძალიან ხშირად უნდა გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდა თაობა ასე ერთად ვიხილოთ სხვადასხვა სცენებზე. ნიკა, დიდი მადლობა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მომავალ წელს აუცილებლად შევხვდებით და ვისაუბრებთ უკვე იმ ახალ და მნიშვნელოვან წამოწყებებზე, რომელიც ზოგადად ახასიათებს ნიკოლოზ რაჭველს და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს. გემშვიდობებით და სხვათა შორის ახლა გვექნება ჩართვა თანამედროვეობის ასევე ძალიან საინტერესო წარმომადგენელთან ლევან ცხადაძესთან. ჩემი მოკითხვა ლევან. გადავცემთ, დავიწყებთ ასევე. ძალიან დიდი მადლობა, ნიკოლოზ რაჭველი იყო ჩვენი სტუმარი. ვაგრძელებთ გადაცემას, მოვისმინოთ ერთი მცირე ფრაგმენტი და წარმოგიდგენთ სტუმარს. თუ შეიძლება ლევან ცხადაძის ფრაგმენტი გავუშვათ. ლევან ცხადაძეს ვუსმენდით, ქართველ მუსიკოს, რომელიც უკვე წლებია ჰოლანდიაში ცხოვრობს, ის ჩვენთან ერთად არის. მოგესალმებით. საღამომშვიდობის ლევან, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ და სანამ დავიწყებ გადაცემას, თქვენთან საუბარს უпростоრად ნიკოლოზ რაჭველის მოკითხვა უნდა გადმოგცეთ. ეხლა ხან დავასრულეთ მასთან საუბარი პირდაპირ ეთერში.
მოდი დავიწყოთ საუბარი იქედან დღეს საქართველოსთან შორს ძალიან ბევრი მუსიკოსი მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყნებში, ბევრი მუსიკოსია ჰოლანდიაშიც და რამდენად აქტიურია თქვენი ცხოვრება, რამდენად მნიშვნელოვანია ის გამოწვევები, რომელსაც პირისპირ ეჩეხება მუსიკოსი, ამაზე ვისაუბროთ თავიდან. დიახ, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ასევე გადავცე მოკითხვას. ბატონ ნიკოლოს, გილოცავ წინასწარ ახალ წელს, შობას და ყველაფერს ერთად და იმედი მაქვს, რომ 2026 წელი, 2026 წელი უკეთესი იქნება ვიდრე 25. რაც შეეხება ჰოლანდიას და საერთოდ უცხოეთში ცხოვრებას, რა ვიცი, ესე ასე ორი სიტყვით ალბათ გამიჭირდება აღწერო უკვე 20 წელი გავიდა, რაც საქართველოში აღარ ვცხოვრობ, მიუხედავად ისა, რომ ადრე 10 წლის წინ და კიდევ უფრო მეტი წლის წინ და ნუ რამდენიმე წლის წინათაც კი ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში. წელიწადი არ გავიდოდა, რომ 4-ჯერ 5-ჯერ არ ჩამოსულიყავით საგანმანათლებლო მისიით საქართველოში. ეს იყო გაკვეთილები, ფესტივალები და ასე შემდეგ. რამაც სამწუხაროდ ნელ-ნელა მოიკლო და ახლა უკვე წელიწადზე მეტია საქართველოშიც კი აღარ ყოფილვარ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრია, იმიტომ რომ სულ მანდ ვიყავი ხოლმე. იმიტომ რომ რაც ჩამოვედი აქ მთელი ცხოვრება ისე მინდოდა ამეწყო, რომ აქ კი არ ყოფილიყავ ლონდონში, თან საქართველოშიც ყოფილიყავი და რაღაცნაირად ამას ვახერხებდი ხოლმე სულ. იმიტომ რომ ვთვლი რომ ჩვენი მისია და მიზანი ქართველი მუსიკოსების უნდა იყოს, რომ უნდა იყოს ჩვენზე უკეთესი თაობის აღზრდა. და არა მხოლოდ რომ აი სადღაც ლევან ცხადაძე ცხოვრობდა, რა კარგად უკრავდა, ახლა გარდაიცვალა და მორჩა. ანუ ეგ არ გვაწყობს ქართველებს. კავშირი უნდა იყოს აუცილებლად და თქვენი გამოცდილება და თქვენი ის პოზიცია ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახლოს და გასაგებად. დიახ, და ამიტომაც ამას ნუ ვიმედოვნოთ, რომ გაგრძელდება ყველაფერი ისევე როგორც ადრე იყო და კიდევაც დაიზრდებიან ალგეც ლეკვები ბლისანი. დიახ. როგორია თქვენი ესეთი შემოქმედებითი რუტინა, ესე ვთქვათ, ამ პერიოდის განმავლობაში? აი 20 წელი არა, აი ბოლო 1 წელი დაუშვათ. ბოლო 1, აი როგორც მანამდე ჩვენ ვისაუბრეთ, გითხარით კიდევაც, ბოლო ეს 1 წელი, 2 წელია ძალიან აქტიურად რატომღაც ცოტა საერთოდ კორონას მერე გართულდა ბევრი რაღაცა და პლუს მოგეხსენებათ მე გარდა კონცერტებისა მაქვს ჩემი საჭმლის პუნქტი, ასე ვთქვათ, რესტორანი, სადაც ძალიან მიყვარს საჭმელების კეთება და ასე ნელ-ნელა დავიწყე და ბოლოს გახდა რესტორანი. და რა თქმა უნდა, კორონას მერე ამოვყავით თავი ძალიან რთულ მდგომარეობაში და მომიწია სულ იქ ყოფნა და სულ მუშაობა დღე და ღამე. ეხლა მუშაობს აქტიურად რესტორანი? ყოველ დღე. ჩემი სტუდიის სტუმარი მეუბნება, როგორ არ ვიცოდი ეს, რომ ვიყავი ჰოლანდიაში. ხო, აი მე თვითონ დგევარ და ცომსაც ვზელ და კუპატებსაც ვაკეთებ. და სულ სავსეა, ყოველ დღე სავსეა, ძალიან ცნობილი, აი მართლა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, როდესაც ამსტერდამში არიან, მოდიან ჩემთან სავახშმოს კონცერტის მერე. ამსტერდამში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლევან ცხადაძის კერძები, ეს მართლა საოცარი სიურპრიზია. ვინ აღარ იყო, ნუ რა თქმა უნდა ლიზა ბათიაშვილი, ჩემი მეგობარი, ყოველთვის სტუმრობს, კლაუს მეკელე, ლორენცო ვიოტი, პაო იარვი, ჟანინ იანსენ, რა ვიცი, ვინ აღარ ჩამოთვალო, ყველაზე ცნობილი, ანდრას შიფი, ჯან ანდრიანოზე და ვინც კი ვინმე არსებობს ცნობილი და დირიჟორობს ამსტერდამში ან უკრავს, ყველა ჩვენთან მოდის ხოლმე. რატომ? იმიტომ რომ მიცნობენ როგორც კლარნეტისტად და თან იციან რომ ხა კლარნეტისტთან და ბარღამ იქ მივიდეთ საჭმელს, სხვაგან რაღაცო წავიდეთ თუ აგერ მუსიკოსი აკეთებს საჭმელს და აი ეს ბოლო 1-2 წელი განსაკუთრებით, ნუ საერთოდ 7 წელია ეს მაქვს, მაგრამ
უფრო ოდნავ ნაკლები კონცერტები გამომივიდა შარშან და უფრო მეტი სამზარეულო. მაგრამ არანაკლები შემოქმედებითი მუხტი სჭირდება სამზარეულოს და ეს კომპენსირება ცოტა საშიშია. ნამდვილად საშიშია კიდევ ორი შვილი ყავს და მაგათაც ხომდაც ჭამა და მუსიკის მოსმენა, ამიტომ მაგათაც ხომ და მოუარო და ამიტომ შესაბამისად ასეთი განრიგი მაქვს, ნუ სულ მუშაობ, სულ არ ვჩერდები არც ერთი დღე და აი ახლაც კი მეცადინეობდი და როდესაც არ ვარ სამზარეულოში, მაშინ მეცადინეობ, ან ვარ ბავშვებთან ერთად. კონცერტების ამბავი როგორ არის? კონცერტების ამბავი ზაფხულში დაუკარი გერმანიაში, შვეიცარიაში, ამსტერდამში, ჰოლანდიაში საკმაოდ კარგ და ცნობილ მუსიკოსებთან ერთად და ძალიან მიხარია რომ ჩემს და სანდრო ნებიერიძეს შორის არ ვიცი ალბათ მოისმენს რომ შედგა დუეტივით და მქონდა რამდენიმე კონცერტი უკვე და უკვე 2026-ში დაგეგმილია გერმანიაში ბადენ-ბადენში უკრავთ სოლო ჩვენ ორნი კონცერტს და იმედი მაქვს რომ კიდე ბევრი კონცერტი გამოგიჩნდება ერთობლივად. რაც შეეხება სხვა ოჯახური დუეტის ამბავი როგორ არის? აღარ არის. მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ დაუკრავთ ერთად და ასე შემდეგ. რა ვიცი, აი ეხლა ვთვლობ რომ ისევ დავბრუნდებ აქტიურად, იმიტომ რომ რა ვიცი 30-დან 60 კონცერტამდე მქონდა ხოლმე ყოველ წელიწადს და დამოგზაურობდი ყველგან. ახლა ოდნავ შეჩერებულია, შენელებულია და ვთვლობ რომ ისევ აღვადგინო ეს ყველაფერი, რადგანაც მეორე ფლანგზე გამოსწორდა სიტუაცია, ყველაფერი კარგად არის და ახლა მინდა რომ დაუბრუნდე, იმიტომ რომ ძალიან მენანება რომ გაჩერება. რასაკვირველია. მე მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს ოჯახს, გილოცავთ წინასწარ შობა ახალ წელს და ბედნიერად ალბათ სხვა პროექტების შემდეგ შევხვდებით აუცილებლად. აუცილებლად და იმედი მაქვს საქართველოშიც დაბრუნდები და გავაგზელებ იმიტომ რომ დაახლოებით 24-ის ვიყავი, რომ დავიწყე მეტნაკლებად პედაგოგიური მოღვაწეობა კონსერვატორიაში, როგორც მოწვეული პედაგოგი და ეს ძალიან აქტიური სახე ქონდა ამას ყველაფერს. წერენ ხოლმე სტუდენტებიც, უკვე გაზრდილი სტუდენტებიც 30 გადაშორებულებიც და 35-ის ფარგლებშიც, რომ როგორ ენატრებათ ის ძველი გაკვეთილები, ძველი მასტერკლასები, არა მხოლოდ ჩემზე ავლაპარაკობ, ვისთანაც ერთად ჩამოდიოდი და ეს სოფლიო კორიფეები, ქართველებიც და უცხოელებიც ამ ყველაფერთან ერთად და რატომღაც აი ესე დაემთხვა მიზეზები კი ვიცით, უბრალოდ იმედი მაქვს რომ აღდგება ყველაფერი. მომავალი წლიდან იქნებ აღდგეს ეს ყველაფერი. კარგი, მადლობა დიდი. დიდი მადლობა თქვენ. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის ჩვენ საუბრობდით მუსიკოს ლევან ცხადაძესთან ერთად, ის ჰოლანდიიდან ჩაგვერთო და ბრუნდებით სტუდიაში. ახალი წელი წარმოუდგენელია და შობა ქართული და უცხოური კინოფილმების გარეშე ალბათ ყველას განსაკუთრებულად კომფორტულად ეჩვენება სახლში, სავარძელში ჩაჯდომა და სიმშვიდეში სხვადასხვა ტიპის საახალწლო ფილმების ნახვა. ჩვენი სტუმარი გახლავთ კინომცოდნე სოფო თოქმაჯიშვილი და ჩვენ ვისაუბრებთ ახლა როგორ ვითარდება ეს პროცესი საახალწლო თემატიკა კინოში, ეს სხვათა შორის უცებ მომივიდა აზრად რაღაცა საკმაოდ ორიგინალური რამ არის, რა ხდება? მოგესალმებით. ძალიან საინტერესო მუხტი დატოვა ჩვენმა სტუმრებმა და გადმომედო ნამდვილად იყო გადამდები ეს მუხტი. საახალწლო განწყობა ჩვენში რა კარგია რომ დიდხანს გრძელდება, უფრო ხანგრძლივია ვიდრე სხვა ქვეყნებში, დიახ. ამიტომ მეც შესაბამისად გრძელისია მაგ ამ ფილმების. თუმცა რა თქმა უნდა ეს ნებისმიერ დროს შეიძლება, როდესაც დიასახლისები ფუსფუსებენ, როდესაც
სახლი ლაგდება, სტუმრებია და ასე შემდეგ. და ყველა ამ ფილმს, რომლებიც ახალწლოა და რომლებიც მე მეტნაკლებად ჩემი რჩევის მიხედვით უნდა უბრალოდ ჩემი რჩევით გირჩიოთ, არის რაღაცნაირად განწყობის შემქმნელი. ამიტომ ხმა ჩაწეულიც რომ მიდიოდეს, უკვე განწყობას ქმნის ამ ფილმების კადრების და სიმყუდროვეს რაღაც განსაკუთრებულს. დიახ. და სხვათა შორის გამეცინა რამდენიმე სურათი ვნახე სოციალურ ქსელში დაჭერილი ზუსტად აი რაღაც საშობაო ფილმების კადრები სახლებში როგორ ხედან და ნაძვისხე როგორ აქვთ გაწყობილი აი ამ საშობაო ფილმების ფონზე ჩვენ რაღაცას ვხედავთ ეხა ეს ცნობილი მარტო სახლში კი ბატონო როგორ გითხრათ ეხა რა თქმა უნდა დავიწყებ მაინც ქართული ფილმებით და ყველა მოდით ქართული ფილმების რგოლი გაუშვათ თუ შეიძლება ყველაზე ორიგინალური შობის შემოსვლა ალბათ გიორგი შენგელაიამ შეძლო ვერისუბნის მელოდიებით და არაჩვეულებრივი მიუზიკლია თავისი არაჩვეულებრივი სამსახიობო მთელი ადამიანებით და განწყობაც შესაბამისია და პირველი ალბათ ყველა ქართველს რაც ახსენდება ვერისუბნის მელოდიებია რომელიც ნამდვილად ქმნის შესაბამის განწყობას და როგორ მიდის ყველაფერი შობისკენ დიახ და ეს არაჩვეულებრივი სიმღერაც 25 წელი არ ჟღერს ბევრ ფილმში და აი აქ ნამდვილად გვაქვს ამის მოსმენის ბედნიერება. მეორე ალბათ ყველაზე ესეთი გახმაურებული, ცნობილი და ახალწელთან ასოცირებული და მეკვლეობასთან ასოცირებული ფილმი არის ეს კუჩხი ბედნიერი, რომელიც ეს სასაცილო განწყობაზე და იუმორისტულზე ნამდვილად დაგვაყენებს და ესეც არის უცვლელი საახალწლო ფილმი ქართული. ასევე შემიძლია გითხრათ ნეილონის ნაძვისხე, თავისი მრავალფეროვანი ისტორიებით თავისი ბევრი სხვადასხვა ხასიათის ადამიანით და მაინც ამ ადამიანებს ერთი რამ აკავშირებთ, რომ ყველა ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად მოხვდეს სახლში და შეხვდეს ახალწელს და ეს ფუსფუსიც რა თქმა უნდა და ეს რაღაცა ეიფორია გადმომდებია ჩვენთვის. ასევე მინდა გირჩიოთ აი ზუსტად შოთას და ნოდარ მანაკაძეების წუთი სოფელი, სადაც ძალიან კარგად არის ნაჩვენები აი ეს მეკვლეობის ტრადიცია, როცა ბავშვები ფონზეთან დიახ, როცა ბავშვები დადიან მეკვლეთ და აგროვებენ ტკბილეულობას და ასე შემდეგ. აქაც ძალიან იშვიათი იყო ეს 71 წელს გადაღებული ფილმია, აქაც ჟღერს ალილო და ძალიან კარგი იყო. ასევე უნდა გითხრათ თანამედროვე ფილმი ცელქი ბავშვები, მგონი ესე ქვია, ხო, ესეც საახალწლო სათადარი გობორბალიც ვახსენებთ. სათადარი გობორბალი, დიახ, ამირან დარსაველიძის ფილმი, მოკლემეტრაჟიანი გახლავთ ეს ფილმი, არაჩვეულებრივი ლიკა ქავჟარაძე და გოგი ქავთარაძე თამაშობს ამ ფილმში და მართლაც მე მიხსენებს გოგი ქავთარაძე ცნობილი ამბავია ეს ალბათ ყველას მოგეხსენებათ რომ მართლაც დაემართა ესე ცხოვრებაში რომ სხვას დაუთმო ბორბალი, სათადარი გობორბალიც ამიტომ ქვია, სხვას დაუთმო თავისი მანქანის ბორბალი და თვითონ მოუწია ღამის გატარება, სახალწლო ღამის შეხვედრა და გატარება მანქანაში. ნუ ლიკას ფაქტორი და გოგის ფაქტორი არაჩვეულებრივია და ძალიან გადამწყვეტია და ეს თოვლიც რა თქმა უნდა შესაბამის განწყობას ქმნის. ალბათ არ ვიქნებით მართალი თუ კი რაღაც მაინც ახალი წელი და შობა ბავშვებთან ასოცირდება და ანიმაციური ფილმებიც ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა გამოვყოფ საშობაო სიმღერას, რომელიც დიკენსის მიხედვით გადაიღეს, რომლის თითქმის 80 ვერსია როგორც კინო, ესე ანიმაციური და ძალიან კარგი ვერსიებია და მიუზიკლიცაა მათ შორის ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებული. რაც შეეხება ეხლა ალბათ ბანალური ვიქნები თუ კი ვიტყვი მარტო სახლში პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი და ასე შემდეგ, მაგრამ მე მოგ ჩემი საყვარელი ხუთეული, რომელიც აი ესე იწყება. ეხლა ნახავთ ამ ხუთეულსაც, ქართული ფილმები აღარ გვინდა? დიახ. პირველი არის ახალი წლის წინა დღე, ასე ქვია, და ზუსტად დღეს არის ახალი წლის წინა დღე. 2011 წელსა ეს ფილმი გადაღებული, ჯონ ბონ ჯოვი გვანებიურებს თავისი სიმღერით ამ ფილმში და ძალიან კარგი სამსახიობო კასტია, ისევე როგორც სხვა
ჩვენს დანარჩენ ფილმებში და არის აქაც ბევრი ადამიანის ამბავი და ისტორია მოთხრობილი, როგორ გადაკვეთენ ეს ადამიანები ერთმანეთს, როგორ ხვდებიან ამ დღის განმავლობაში, ან არ ხვდებიან. რობერტ დე ნირო არაჩვეულებრივი ამ ფილმშიც ასევე წარმოდგენილია და ძალიან კარგ განწყობას შეგიქმნით. ამის გარანტიას გაცნობთ. შემდეგი რაც მინდა გითხრათ, ეს არის სანტა და კომპანია, სხვათა შორის ფრანგული ფილმია, რომელიც ეს ყველაზე ძველი ფილმია, მე მგონი, ხო? ეს არის ეს მშვენიერი ცხოვრება, კი ეს რეტრო ფილმებიდან და კინოკლასიკებიდან, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ გამოგრჩეს, ეს არის, არ ვიცი, ყველა ამერიკელისთვის და არა მხოლოდ ამერიკელისთვის, ფრენკ კაპრას ფილმი, რომელიც მე მგონი მართლა ჯადოსნურია თავისი მუსიკით, თავისი სამსახიობო შესრულებით, თავისი ამბებით და ეს როგორც კლასიკა მოკლედ ესე ვთქვათ. დიახ. შემდეგი არის სანტა და კომპანია, ხო როგორც გითხარით, ფრანგული ფილმი, ალენ შაბას მონაწილეობითაც და რეჟისორობითაც. ეს არის ტიპიური კლასიკური ფრანგული კომედია, რომელიც რაღაცა ძალიან საინტერესო სანტას გვთავაზობს და თუ კი ვინმეს არ აქვს ნანახი, აუცილებლად ვურჩევ რომ ნახოს ეს ფილმი. შემდეგი არის შვებულება, იგივე არ დადეგები, ესეც ითარგმნება. ესეც ბევრი ფრაგმენტი როგორც ვიცი, მაგრამ ეს არ არის. ეს არ არის. დიახ. ესეც არის. ეს არის მე მგონი ქუჩას 34 ქუჩაზე შობა, დიახ. ასევე არ დადეგები არის ის ფილმი, ასევე სამსახიობო კასტი არაჩვეულებრივია ამ ფილმში და ესეც ბევრი ადამიანის ისტორიაზეა და ზუსტად იქ არის ლოს-ანჯელესში ვითარდება ერთი ნაწილი ფილმის და ერთი ინგლისში. და ადამიანი მთავარი გმირი გაიცნობს ძველ სცენარისტს და ზუსტად ის ამბობს, რომ ჩემს ახალგაზრდობაში 20-იანი წლების წარმომადგენელია, ჩემს ახალგაზრდობაში იღებდნენ 9 ფილმს წელიწადშიო და ეხლა 9 ფილმი გამოდის კვირაშიო და ზუსტად აი შედარება მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი სია, ესე ვთქვათ, მართლა ძალიან სუბიექტურია და პირობითია. უამრავი ფილმი არსებობს სახალხო განწყობაზე და განწყობის მიხედვით, სახალხო თემატიკაზე და განწყობის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ, მაგრამ ნუ ის რაც რჩება, მაინც მთავარ ფილმებად ეს არის, რომ პირველი რაც გახსენდება. რა არის ის ხაზი? შობა ბუნებრივია, განსაკუთრებით უცხოურ ფილმებში შობას განსაკუთრებული დატვირთვა და ძალიან საინტერესოა, რომ უმეტესწილად მაინც კომედიებია. რაღაცნაირად ცდილობენ თითქოს აი ამ დღეს ეს ყველაფერი იყოს წარმოდგენილი ზღაპრულად, რაღაცა ცოტა ხიარულება იყოს და აი ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია წუთისოფელი, რომელიც აი აბსოლუტურად სხვა გარემოში ამასაც გვთავაზობს. დიახ. რა თქმა უნდა, ადამიანებისგან ის პრობლემები შორს არ მიდის, უბრალოდ ცოტახნით ვივიწყებთ, ცოტახნით ვმხიარულობთ და ვცდილობთ, რომ ყოველ შემთხვევაში ამ დღეს მაინც რამდენიმე საათით მაინც დავივიწყოთ და ეს რაც ყველა ფილმს, ქართულსაც და უცხოურსაც აერთიანებს, არის ის, რომ რაღაცა უფრო კეთილი გავხდეთ, უფრო ლოიალურები, უფრო ჰუმანურები ერთმანეთის მიმართ, ან ვაპატიოთ რაღაცეები. და 12 საათი გვაჩვენა. დიახ, დიახ. ძალიან დიდი მადლობა, სოფო, ეს არის თემა, რომელზეც ალბათ მაინც ასე ზოგადად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ არის განწყობისთვის, არის იმისთვის, რომ გავილამაზოთ ის დღეები, რომელიც ახლა გვექნება და ყველას უსურვებ, რომ ეს დღეები განსაკუთრებულად ლამაზი იყოს მათთვის. დიდი მადლობა, გილოცავთ. მადლობა, თქვენც გილოცავთ და ვუსურვებ ჩვენს მაყურებელს განსაკუთრებულად კარგ განწყობას. განსაკუთრებულად რასაკვირველია და აუცილებლად შევხვდებით მომავალ წელს საინტერესო თემები. დიდი მადლობა, ჩვენ საუბრობდით კინომცოდნე სოფო თოქმაჯიშვილთან ერთად და საუბრობდით კინოფილმებზე, რომლებშიც ასახულია შობის და ახალი წლის თემატიკა. მე ახლა შემოგთავაზებთ უკვე ჩანაწერს Art Express-ი ვენაში, ეს გახლავთ მესამე გადაცემა, მესამე დღე არ არის მესამე გადაცემა. მე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით შეგხვდებით მომავალ წელს, ბედნიერი შობა, ახალი წელი და გტოვებთ ვენაში Art Express-თან ერთად.
ჩვენ ახლა ვენის სავიზიტო ბარათთან ვგავართ, ეს წმინდა სტეფანის ტაძარია. ყველა როცა ჩამოდის ვენაში პირველი რასაც ნახულობთ ეს ადგილია და მე ვფიქრობ ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია და ამიტომ ჩვენ ცოტა ისეთი ადგილების მონახულება გვინდა, რაც ნაკლებად იცის საზოგადოებამ და ვისთან ერთად შეიძლება ეს მოინახულოთ. ჩვენი სტუმარი არის ქართველი გიდი თამარ ახალშენიშვილი, საღამომშვიდობის არ არის დღე არის რეალურად. მოგესალმებით. და მე ვფიქრობ ჩვენ გვაქვს ახლა საშუალება ჩვენს მაყურებელს ვაჩვენოთ რამდენიმე საინტერესო ადგილი, რომელიც არ არის ძალიან პოპულარული. კარგით. შევეცდები. და სანამ იმ ადგილამდე მივალთ, მოდით დავიწყოთ საერთოდ რამდენად რთულია სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში ისეთი პროფესიის ათვისება, როგორიც არის გიდის პროფესია. ჩემი არჩევანი არ ყოფილა შემთხვევითი, რადგან საქართველოში ჩვენ კიდე სტუდენტობის დროს 90-იან წლებში ძალიან ბევრს დავდიოდი ხოლმე სხვადასხვა ექსპედიციებში, არქეოლოგიური სტუდენტური, ალპინისტური. აქ გიდის პროფესია არის რეგლამენტირებული, დაკავშირებულია გიდების სკოლასთან, რომელიც 2 წელი გრძელდება, შემდეგ სახელმწიფო გამოცდები, აი ზოგიერთი ავსტრიელი ხა მედიცინის სტუდიუმს ადრიან ხოლმე. სამედიცინო სტუდიუმად გაგვიქციესო. ну იქ ისტორია ხელოვნება სამართალი ძალიან ბევრი პრაქტიკული და თეორიული საგნებია სასწავლო და ჩასაბარებელი და შემდეგ ლიცენზია. და ეს არის ქართულენოვანი გიდის პროფესიით ახართ თუ? მე ვარ, ქართულენოვანი გიდი, თუმცა, შემიძლია რა თქმა უნდა რუსულ და გერმანულ ენებზეც, მაგრამ აი ამჯერად სიამოვნებით ყოველთვის სიამოვნებით მუშაობ ქართულ გიდში. რაც შეეხება აი რა ინტერესებს ქართულ ტურისტს თუ თქვენ აძლევთ ესე ვთქვათ ინსტრუქციას ექსკურსიის დროს თუ მათი შემოთავაზებებია უფრო იცით რა არის შემთხვევები, როდესაც ტურისტი პირდაპირ მეკითხება რას შევთავაზებ და არის როდესაც მას აქვს უკვე განსაზღვრული რისი ნახვა აინტერესებს ზოგიერთი მათგანი რამოდენიმეჯერ არის ნამყოფი უკვე ვენაში, ავსტრიაში და კონკრეტულად უნდა აქვს თავისი ინტერესები. თქვენთვის აიდან იწყება ვენა? აი რას იწყებთ, რა არის? ჩემთვის მაინც რა თქმა უნდა იწყება წმინდა სტეფანეს ტაძრიდან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის სიმბოლო, გული ქალაქის სიმბოლოა ქალაქის. ტაძარი, რომელიც აღიქმება ვენასთან და ავსტრიასთან მთლიანად და აი იცით რა მინდა უცებ გითხრათ ერთი ასაკოვანი ადამიანისგან მაქვს ისეთი რაღაც მოსმენილი, რომ როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს წმინდა სტეფანეს ტაძარის სახურავზე, ხის სახურავზე გაჩნდა ცეცხლი, ვენელებმა, ავსტრიელებმა ეს ისე განიცადეს, რომ აი უფრო მეტად იმოქმედა თითქოს მათზე, ვიდრე ოჯახის წევრების დაღუპვა, წარმოიდგინეთ. აი ომში ქალს, რომელსაც გარდაეცვალა შვილები და მეუღლე აი მისი რეაქცია, როდესაც იწოდა ტაძარი. აი წარმოიდგინეთ და კიდევ მინდა გითხრათ, რომ ლოკდაუნის დროს, როდესაც წირვა ტარდებოდა ჩაკეტილი კარის მიღმა, ძალიან ბევრი მოხუცი ქალი, მამკაცი მინახავს, რომ მთელი წირვის მანძილზე აი გარეთ იდგნენ, კი უბრალოდ გარეთ იდგნენ მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად აი რამდენად ერთგული არიან ერთგულები იყვნენ, დიახ. ჩვენ ხომ მივიდივართ ერთ საინტერესო ლოკაციაზე, როგორც თამარმა გვითხრა და უნდა ჩავიდეთ. დიახ, ეს არის მიწისქვეშა ტაძარი და ჩვენ ჩავალთ ახლა. 800 წლის ტაძარია. წავედით. მე არ ვიცოდი, რომ აქედან შეიძლებოდა მანდ მოხვედრა. კი. მეგონა ტაძრიდან იყო ჩასასვლელი. და არის კიდე, თუ იქ აკლდამებია, ხო, როგორც ვიცი? აკლდამებია, მაგრამ აქ ვერ მოხვდებით. დუბენ ტამპლიერების ტაძარია. კი, ყველაზე უფრო ლოგიკურია, რომ იყო ტამპლიერების ტაძარი, იმიტომ რომ ვირჯილის კაპელა. აი, ვირჯინ კაპელა დაარქვეს, იმიტომ რომ ტაძარის აღმოჩენის დროს იპოვეს წმინდა ვირჯინის პატარა სტატუეტკა, ანუ პატარა ფიგურა. და გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ რახან იპოვეს და ერქმეთ ვირჯინ კაპელა. და როდის იპოვეს ეს ტაძარი? ეს არის 1973 წელი, როდესაც აქ გაჰყავდათ მეტროს U1-ის ხაზი.
მეტრო პირველად გაიხსნა 1978 წელს. და მეტროს მშენებლობა აი ამ 70-იანი წლების პერიოდში, როდესაც მიდიოდა, სრულიად შემთხვევით აბსოლუტურად მივიწყებული იყო. და რა საინტერესოა, უამრავჯერ გამივლია და არ დამინახავს, არ მიმიქცევია ყურადღება. მადლობა. ძალიან საინტერესო ტაძარია და ამავე დროს აი ტამპლიერების ჯვარი წრეში ჩასმული ჯვარი არის გამოსახული საკურთხევლის და აღმოსავლეთ, დასავლეთის და სამხრეთის მხარეს ყველგან. ვენის ცენტრად აღიქმება წმინდა სტეფანეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, გრაბენი, კერტენშტრასე, მაგრამ შუა საუკუნეების ვენაში აი ეს ჰოე მარკთი, ანუ მაღალი მთავარი ბაზრის ტერიტორია აღიქმებოდა ქალაქის ცენტრად. ეს იყო ადგილი, სადაც იყო ქალაქის მერია, მმართველობა, სასამართლო აი ამ ტერიტორიაზე სასამართლო და ჩვეულებრივად მოსამართლეები განაჩენს რომ გამოიტანდნენ, ну ჩათვალეთ რომ ის დასჯილი ადამიანი შეიძლება კვირაობი ყოფილიყო ჩამოკიდებული, აი შრანე არის სასამართლო ადგილი და განაჩენის გამოტანის ადგილიც იქვე იყო. ეს ადგილი კიდევ არის ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად ამ ადგილას იქნა მოჭრილი პირველი ფული ავსტრიაში. ეს არის 1194 წელი. ლეოპოლდ მეხუთე იყო მარკგრაფი ავსტრიის, რომელმაც პირველი ფული მოჭრა ავსტრიაში რიჩარდ ლონგულის გამოსასყიდი თანხიდან. რიჩარდ ლონგული ყავდა დატყვევებული დუნშტაინის ციხეში. საკმაოდ კარგ პირობებში იყო, სანამ გამოსასყიდს მოიტანდნენ და აი ამ თანხით 28 ტონა ვერცხლი. ვერ საზღვრავენ დღევანდელი თანხით, იყო ეს მილიონები თუ ტრილიონები, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აი ამ გამოსასყიდი თანხით შემოავლეს ვენას გალავანი, ააშენეს ქალაქი ვინა ნოიშტატი და რაც თავარია მოჭრას პირველი ფული ავსტრიაში 1194 წელს. თამარის ეპოქაა ჩვენთან. ნუ რა თქმა უნდა ეს დიდ ტვირთად დააწვა ინგლისის მოსახლეობას. ჩვენ ხა მოვედით ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკასთან, საოცარი შენობაა, საოცარი გარეგნობა აქვს, ესე ვთქვათ, ექსტერიერი ამ შენობას და რაც მთავარია, შიგთავსი გაცილებით უფრო საინტერესოა და ქართველებისთვისაც საინტერესოა რა, თამარ. დიახ, იმიტომ რომ აქ ინახება 5 ქართული ხელნაწერი. აჰა. ძირითადად ეს არის მე-11, მე-10, მე-11, მე-13, მე-14 და მე-15, მე-17 საუკუნეების ხელნაწერები რელიგიური შინაარსის არის ყველა მათგანი. ეს არის მე-10, მე-11 საუკუნის ოთხთავი, მე-13, მე-14 საუკუნეების საეკლესიო შინაარსის მაისის თვენი, თებერლის თვენი, შემდეგ არის მე-11 საუკუნის კრებულის სანატრელი და მე-14, მე-17 საუკუნის ოთხთავი, რომელიც ინახება ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, შესყიდული იყო მე-19 საუკუნის ბოლოს თითო ნაციონალური ბიბლიოთეკის ჰაბსბურგების მიერ ბუკინისტებთან და დღევანდელ დღემდე ინახება აქ. სამწუხაროდ ნახვის საშუალება ტურისტს არ აქვს. სამწუხაროდ ეს არა მხოლოდ აქ, ზოგადად მსოფლიოს ბევრ ქალაქშია ქართული ხელნაწერები მიმოფანტული, მეცნიერებს თუ აქვთ მუშაობის რა თქმა უნდა, ყველა ხელნაწერი არის კარგად შესწავლილი, ესე იყვნენ მეცნიერები ნიკო ჩუბინაშვილი, კორნელი კეკელიძე, გრიგოლ ფერაძე და ვახტანგ იმნაიშვილი და ბოლოს ჩვენი თანამედროვე მეცნიერი ისტორიკოსი თემო ჯოჯუა.
ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, ოდესმე ჩვენ შევძლებთ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ ხელნაწერების შესახებ. ეს იყო ვენის ნაციონალური ბიბლიოთეკა, ჩვენი საუბარი აი აქ უკვე დასრულდება და მე ალბათ კიდევ შევძლებთ ბევრი საინტერესო ადგილის მონახულებას თქვენთან ერთად. მადლობა. მადლობა თქვენს.